დღეს ვისაუბროთ პერფექციონიზმზე, იმიტომ რომ უნდა გაჩვენოთ თითქმის იდეალური ბინა ჩემი თვალსაზრისით და ნახეთ ვიდეო და მითხარით მეთანხმებით თუ არა. არქტურის კომპლექსში ვარ. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინა არის 78 კვადრატული მეტრი ერთი საძინებლით. დავიწყოთ სამზარეულოთი, როგორც ხედავთ. აქ გვაქვს კუნძული და არის საკმაოდ მოზრდილი და აქ რაც ძალიან კარგია, სათავსოები, სადაც შეგიძლიათ თქვენი ნივთები მოათავსოთ. ჩაშენებული გვაქვს ტექნიკა, გასქურა, აქ არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, აქ კი არის მაცივარი. თავისი საკუთრებითი რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ შევხედოთ, რომ ლამაზია და გადავინაცვლოთ მისაღების სივრცისკენ. ბინა დაპროექტებულია დიზაინერის მიერ, რაც ეტყობა კიდევაც ვიღაცას ტყუილად არ უსწავლია უნივერსიტეტში. როგორც ხედავთ, აქ არის საკმაოდ დიდი სივრცე, ბინის კვადრატულობა ამის საშუალებას იძლევა, ტექნიკა, ტელევიზორი, კონდიციონერი, ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის, დივანი და ეს მოწყენილი მცენარის, რომელიც ახალ მეპატრონეს ელოდება. აივანი, რომელიც არის საკმაოდ მოზრდილი, ძალიან ლამაზი, კარგად მოპირკეთებული, აქ არის საშუალება, რომ დადგათ მაგიდა და დაისვენოთ. აქ კი გვაქვს კიდევ ერთი შესასვლელი საძინებელში. რო არ დავიბნეთ, აქეთ გვაქვს სამზარეულო და მისაღების შესასვლელი, აქეთ არის საძინებელში. მანამდე გაჩვენებთ ჰოლს, რომელიც ასევე მოზრდილია, აქ შეგიძლიათ დამატებით კარადა დადგათ. აქ კი გვაქვს სარკე, სადაც შესანიშნავი სელფები გამოდის დავტესტე. მოდით ვნახოთ საძინებელი, საკმაოდ მოზრდილი, ძალიან ნათელი და მყუდრო, აქ გვაქვს კარადა, საწოლი, ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხის. აქეთ კი გვაქვს კიდევ ერთი სარკე და კუთხე თქვენი კოსმეტიკისთვის. დავაფიქსიროთ კიდევ ერთი კონდიციონერი და გვაქვს გასასვლელი აივანზე. მოდით ვნახოთ სველი წერტილი, ისევ და ისევ საკმაოდ დიდი, ისევ და ისევ ძალიან ლამაზი. მთელი ბინა გადაწყვეტილია ერთ დიზაინში. აქ გვაქვს სათავსოები, სადაც დამალულია სარეცხი მანქანა. აქ გვაქვს შხამის კაბინა, დავაფიქსიროთ ეს სილამაზეები და ეს ულამაზესი და საკმაოდ დიდი პირსაბანი. გგონით დავამთავრე, არა კიდე რაღაც უნდა გაჩვენოთ, წამოდით. და აი აქ გვაქვს კიდევ ერთი პატარა სათავსო, სადაც დამატებით შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ნივთები. და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირეთ მითითებულ ნომრებზე.